ყოველთვის ჩემ ნამუშევარს უყურებ რა სიტყოდა ამაზე ბატონი მიშა. აი რამე ისეთი ხო არ არის რომ მას გულს ვატკენდი ამითი. ზურაგეწაძემ გააკეთა თეატრთან ერთად მეფე ლირი და ამბობენ რომ ხალხს მოსწონს და აი მაინტერესებდა შემაქებდა თუ არა. მე მგონი მის სახელი არ შემირცხვენია. ბევრ რაღაცაზე ვიმისოდათ ვიცი რომ დამნაშავე ვარ. ჩვენ სულ რაღაც დიალოგი გქონდა. მეტყოდა მაგრად იყავი ქეთი არაფრის არ შეგეშინდეს. აჩერეს მთელ მაყურებელს მესმის რომ გააკეთოს ასე ერთი წამით მინიშნება რომ მისცეს. მაგრამ 1 საათის ყველა კითხვას, შთაბეჭდილებასა და ემოციას დღეს ერთი ადრესატი ჰყავს მიხეილ თუმანიშვილი. ეს ხმები ქართული თეატრის სცენის იდენტობად წლების განმავლობაში იქცა. საწყისი კი არის მიხეილ თუმანიშვილთან შეხვედრა, რომელმაც მათი ცხოვრების წესიც კი შეცვალა. თეატრი, სცენა და მაყურებელი გახდა მთავარი. ალბათ ამიტომაც დაუვიწყარია შეხვედრა ქართული თეატრის რეფორმატორ რეჟისორთან და დღემდე დაუვიწყარია წითელი ვაშლი, როგორც მეგობრობის სიმბოლო. ეს იყო წითელი ვაშლები, ეს იყო ახალი წელი, დღის 12 საათზე ვიკრიბებოდით აქ, ფარდაგი ქონდა ასეთი, სადაც ხელს ვაწერდით, წითელ ღვინოში ამოვავლებდით ამ ვაშლებს და მიქონდა სახლში და საღამოს 12 საათზე უნდა ჩაგვეკბიჩა, რომ ერთად ყოფილიყავით. მაგრამ თავარი მან ის იყო, რომ აი რა გააკეთე შენ ამ წელს თუ რამე გააკეთე და რამდენად ფასდება ეს თუ შენაფასებ და გიფასებენ და ასე შემდეგ. ისე რომ აღსაღებაშავით იყო ეს. უბედნიერესი წლები იყო, აი უბედნიერესი. თუმანიშვილთან სწავლა ეს იყო აი ნამდვილი დღესასწაული. იმიტომ რომ ბატონ მიშას ყველაზე მკაცრ მომენტებშიც კი, როდესაც აი თქვა რაღაცაზე ან გაბრაზდებოდა ამის, მაშინაც კი ზეიმი იყო მაგასთან ყოფნა. ვისაც მე მართლობ ხოლმე ცოლობას. იმანაც კარგად იცის და რატომ უბდებს ხურს? მეტოქის ხმედობას. რეჟისორი, პედაგოგი და მოაზროვნე, რომელმაც ქართული თეატრის განვითარებაში მთელი ეპოქა შექმნა. მიხეილ თუმანიშვილი ეკუთვნის იმ თაობას, რომელმაც ქართული თეატრი თანამედროვე ევროპულ თეატრალურ აზროვნებას დააკავშირა, მაგრამ ეროვნული ხასიათი და იდენტობა ბოლომდე შეინარჩუნა. როცა შევხვდი ბატონ მიშას, სადღაც 18-19 წლის ვიყავი. ბატონი მიშა მაშინ იყო მიახლოებით 55 წლის. 20 წელი ერთად გავატარეთ და ბატონი მიშა გარდაიცვალა სადღაც 75 წლის. აი ეს 20 წელი უბედნიერესი ხანა, რასაკვირველია თავისი ტკივილით, ბევრი რაღაცა მოხდა ამ 20 წლის განმავლობაში, მაგრამ მის და მის სიყვარული ერთგულება, აი, არ ვიცი, არასოდეს არ გამნელებია. დავთვლი, რომ დღევანდელი ნინელი ჭანკვეტაძე ყველაფრით, იმიტომ რომ მე პატარა ვიყავი მაშინ, ეს მარტო პროფესიას არ ეხება, ჩემ ჩამოყალიბებას ეხება, ჩემ ყველაფერს ეხება, აი, რაც ჩემ თავს ხდება, ეს ბატონ მიშას შექმნილია. ეს იყო რაღაცა სასწაული, ეს იყო ფეიერვერკი. მე მოხვდი ზღაპრულ სამყაროში. კი ვიცოდი რომ მინდოდა მსახიობობა, ჩავაბარე, მუშაობდი, მაგრამ ბატონმა მიშამ აი რაღაცა გახსნა უკან რაღაცა. სხვა სამყაროში მოგახვედრა და დაგვავადმყოფა. მიხეილ თუმანიშვილის შემოქმედებითი ქრონიკა წლების განმავლობაში არაერთი თეატრის სცენას აერთიანებს. საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. იყო რუსთაველის თეატრი და შვიდკაცა, დიდი და მნიშვნელოვანი ეტაპი, შემდეგ პაუზა, მაგრამ ის, რასაც ქართული თეატრალური სივრცე პაუზად ახასიათებს, ოქროს პერიოდი აღმოჩნდა საქართველოს ტელევიზიის სადადგმო რედაქციისთვის. იყო მთავარი რეჟისორი და ასე შემოინახა არქივმა უნიკალური მასალები, რაც დღეს საქართველოს პირველი არხის ოქროს ფონდის ნაწილია. მწვერვალი მე მაინც მგონია, რომ აბსოლუტური შედევრი იყო ანტიგონე. სერგო ზაქარიაძე და ზინა კვერენჩხილაძე და აი ეს იყო იმდენად დახვეწილი, იმდენად ერთი არც დეკორაციაში, არც რეჟისურაში, არაფერი ზედმეტი არ იყო. ეს იყო აი ის სრული დახვეწილობა, რომელსაც ქვია შედევრი. რეპეტიციას როგორ იწყებდა, ეს იყო თრთოლვა. ეს იყო აი ის გზნობა, რომ შენ აი ახლა უნდა შეაღო ჯადოსნური კარი, ემზადები
ემზადები დიდხანს, რაღაცა გასაღები უნდა მოარგო, აი ეს რაღაცა სხვა სამყაროში შედიხარ. აი ესეთი რეპეტიციები იყო. ეს მარტო თუმანიშვილს შეეძლო. რომ შეეყვანე იმ სამყაროში, სადაც შენ არც ჭამა გინდოდა, არც სმა, არც ძილი, არაფერზე არ ფიქრობდი, მხოლოდ ფიქრობდი იმ სიამოვნებაზე, რაც აი ამ სამყაროს ახლდა თან. კაცრი იყო საკმაოდ, მაგრამ იმდენად სწორ მიმართულებას გაძლევდა, რომ შენ გეგონა, რომ შენ ქმნი და შენ აკეთებდა. თურმე ის გაკეთებინებს. ეს დიდ რეჟისორებს ახასიათებს. ის რომ მე ძალიან კარგად შემასწავლა ჩემი ხელობა, ვიცი რომ არ დავიკარგები. შეიძლება ზღვა ვერ გადავცურო, სადღაც გავჩერდე, მაგრამ არ ჩავიძირები. დღესაც მე თეატრს სამსახურს არ ვეძახი. ეს არის ჩემი დიდი სიყვარული. და ვამბობ, რომ როგორც კი ეს ჩემი პროფესია სამსახურად გადაიქცევა, მე იქ აღარაფერი არ მესაქმება. იმიტომ რომ ეს არის სიყვარული, ასე მასწავლა ბატონმა მიშამ. სტუდენტებისთვის სამსახიობო გზის ბედნიერი დასაწყისი აღმოჩნდა მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოხვედრა. მე-11 აუდიტორიაში, რომლითაც მომავალში კინომსახიობთა თეატრი გაიხსნა. ძალიან მიყვარს ეს ჭადრის ხე და ფოთოლი. მოდით დავაარსოთ თეატრი ჭადრის ხის ქვეშ და ჩვენი თეატრის სიმბოლო ჭადრის ფოთოლი იყოს. ადამიანებო, იყავით ფხიზლად, ესპანელი მღვდელი, როცა ასეთი სიყვარულია, ჭინჭრაკა, ანტიგონე. ეს რუსთაველის თეატრში დადგმული სპექტაკლებია და კინომსახიობთა თეატრი, ბაკულოს ღორები, დონ ჟუანი, ჩვენი პატარა ქალაქი. ნამუშევრები, რომლებიც ქართული თეატრის ისტორიაა. მე მინდა გავიხსენო ბატონ მიშას მერე ქალბატონ ნათელა ვრუშაძე, იმიტომ რომ აი ეს წიგნი თავარი მოწმის ნაამბობი. ეს არის პირდაპირ ქალბატონ ნათელას და ჩემი ასე ვთქვათ საჩუქარი, ჩვენი საჩუქარი ბატონ მიშას. მე მაინც მგონია რომ ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მე ამის მეოთხედი არ გამეკეთებია მამა ჩემისთვის, რომელიც იყო ბევრი რამის ღირსი. და ამაში ვარ ძალიან დამნაშავე და სხვათა შორის მამა ჩემი და ბატონი მიშა ერთ დღეს არიან დაბადებული 6 თებერვალს ორივეს დაბადების დღე ესეც რაღაცნაირად დაემთხვა ჩემ ცხოვრებაში. სისუფთავე იყო, უბრალოება იყო, სენტიმენტები იყო, რომელიც გვაკლია ახლა რა. და იგივე ის გულწრფელობა, რომელზეც ახლა მოგახსენეთ. და სინანული რატოსოთო? შეცდომებზე. შეცდომები როგორც ცხოვრებაში, ასევე საქმეში იქ რაღაცაზე უხასიათოდ იყავიან, გააბრაზე ან აწყენინეს კი ყოფილა ეგეთი რაღაცა. აი ამას ნამდვილად ნანობ. ფიქრები თეატრსა და ცხოვრებაზე, რეჟისორი თეატრიდან მიდის, სანამ რეპეტიცია დაიწყება. ახლა კი ფარდა. მიხეილ თუმანიშვილმა ახალ თაობას მხოლოდ სპექტაკლები არ დაუტოვა. მან დატოვა წიგნები, ჩანაწერები, ფიქრები, რომლებიც დღემდე გზამკვლევია მათთვის, ვინც თეატრს ცხოვრების ცენტრად ირჩევს. უზარმაზარი რეფორმატორი, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ქართული თეატრისთვის, აი ახალი სიტყვის მთქმელი და ახალი ხელწერის შემომტანი ამოატრიალა ქართული თეატრი და მისმა შვიდკაცამ, რა თქმა უნდა, ამოატრიალეს 50-იანი წლების ბოლოს. ის რაც ბატონ მიშასგან ვისწავლე, ამას მე ვიყენებ დღემდე, რასაკვირველია. და გითხარით, რომ ეს სიყვარული თეატრის მიმართ არ გამნელებია და უფრო მეტი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს. რომ მე ვარ ბატონ მიშას მოწაფე. არ იბრძოლონ პოპულარობისთვის და იბრძოლონ გახდნენ და იმუშაონ იყვნენ პროფესიონალები თავის საქმეში. იყვნენ თავის საქმეში შეწირულები. აი ამას გვასწავლიდა მიშა. ზარმაზარი პედაგოგი. ტოლსტონოგოვისგან მოყვება, კარგი შეგირდი იყო ტოლსტონოგოვის და ამიტომ თვითონაც ძალიან კარგი პედაგოგი დადგა თავის დროზე და მე უკვე ხატვას მიყო ხელი და ისედაც ხატავდა, სულ ხატავდა. აი ჩვენთან ერთად რო რაღაც დახატა, ეს არის საოცარი გზნობა. ხო. აი ესე. თუმანიშვილი ავტორია წიგნისა ახლა კი ფარდა, მაგრამ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში ფარდა არასდროს ყოფილა. მხოლოდ ისტორიული ფიცარნაგი და არტისტი მაყურებლის წინაშე. კი უნდა იყოს ყველაფერი ლოგიკურად აგებული, მაგრამ ნამდვილი შემოქმედება იწყება აი ამ ლოგიკის ზევით.
წლების განმავლობაში მიხეილ თუმანიშვილის მოწაფეობა ერთგვარ სტატუსად იქცა, რომელიც ათეულობით წელია ქართული თეატრის ხარისხის საზომია. სწორედ დიდ რეჟისორთან გატარებული წლები აყალიბებს თამასას, რომელიც განსაზღვრავს ხოლმე მსახიობის კარიერას. სწორედ ამ საფუძველმა განსაზღვრა არაერთი არტისტის გზა, მათი დამოკიდებულება სცენის მიმართ და ის ხარისხი, რომელიც დღემდე ინარჩუნებს პროფესიულ წონას ქართულ თეატრში. მინდა და სასაცილო წერილი გამოვსწროთ. სულ სხვანაირი გამოვიდა. რასთვის ამასაც ხდება? ზოგჯერ კომედიის დადგმა მინდა. ის სულ სხვა მიმართულებით მიდის და სულ სხვა რამ გამოდის. კოცნე. თავს მიხედეთ არაფერზე არ ვფიქრობ.